აი რა მდგომარეობაში დამიტოვა ეს ფანჯრები ხელოსნებმა. ამჯერად მოსთავთ ფანჯრებს, რომლებიც არის დასმული ცემენტით, ასევე გაჯით თუ რაც ქვია, ფითხით თუ რაც არის, გარედანაც და შიგნიდანაც. ამას ვიწყობ ორს. იმიტომ რომ ეს წინაზე რომ ვიხმარი გამეხა და ახალი ამბობს. როდესაც ფანჯარა ძლიერ არის დასრული ცემენტით, მისი პირდაპირ ჩამომხირკვა არ შეიძლება, იმიტომ რომ ზიანდება ფანჯარა, იკაწრება და გაფუჭდება მოკლედ. ეხლა მე ვიყენებ სპეციალურ სითხეს, რომელიც წყალში ზავდება 1:10-თან. ანუ 1 ლიტრაზე 10 ლიტრა წყალი უნდა შეუზავდეს. რაც უფრო ბევრი და სქლადასხია მოკლედ ცემენტი, შეგვიძლია უფრო ნაკლებად გავაზავოთ. აი ეხლა ხედავთ კადრში როგორ არის ჩემი ფანჯრები რა მდგომარეობაში არის. ამ მდგომარეობისთვის მე გამოვიყენე დაახლოებით 1:10-თან შეზავებული სითხე. როდესაც მიასხამთ ფანჯარას დანაგვიანებულ და დასრულ ადგილებში, უნდა გააჩეროთ რამდენიმე წუთი, 10 წუთი მაინც და შემდეგ ძალიან ფრთხილად უნდა ჩამოწმინდოთ ის. აი ესეთ მდგომარეობაში არის თითქმის მთელი სახლის ფანჯრები და ძალიან დიდი შრომა მჭირდება და მოკლედ დრო და ენერგია რომ გავასუფთავო ფანჯრები. ასევე ვიყენებ პლასმასის, აი ხელში რაც მიჭირავს, ჩამოსაფხი კი არის, ესეც მაღაზიებში იყიდება. სახელი აღარ მახსოვს რა ქვია სამწუხაროდ. და ჩოთქს ვიყენებ კიდევ, ღრუბელს ვიყენებ, სარეცხ ღრუბელს, აი ესეთი არის პლასმასი და ძალიან ფრთხილად. თუ კი მარტივად არ ძვრება ცემენტები, ძალა არ უნდა დავატანოთ, უნდა ვაცადოთ, ან ცოტა კიდე დავამატოთ სითხე და შემდეგ უნდა ჩამოვწმინდოთ და უნდა შევეცადოთ, რომ ეს მოხსნილი უკვე რაც არის, მოვწმინდოთ ხოლმე, რომ არ დაკაწროს გადასუფთავებისას. და მე წყალს ვიყენებ და ასევე სუფთა ნაჭერი მქონდა იქვე და მასაც ვიყენებდი და ესეთი ცოტა უხეში ჩოთქი მადგება კიდევ ძალიან კარგად. პატარა წვრილ ადგილებზე შეიძლება ჭურჭლის სარეცხი ღრუბელიც გამოგვადგეს, აი უკანა მხრიდან, სადაც ცოტა უხეში არის. უბრალოდ უნდა შევეცადოთ, რომ როდესაც მოძვრება დარბილებული ცემენტი, ის აღარ ეხახუნოს მინას, თორე აუცილებლად დაკაწრავს. გამოიყენეთ წყალი ჩამოსარეცხად. ესე აი ქვემოთ ძალიან დიდი ფანჯრები არის და აი ქვედა კუთხეებში ძალიან გამიჭირდა, რომ მივიწვდო მოდი მარჯვენა მხარესაც და მარცხნივ განსაკუთრებით აქეთ კიდე ვუდგებოდი და მარცხენა მხარეს საერთოდ გამიჭირდა და ბოლოს ნახავთ რამხელა ჯოხიანი დიდი რაღაც ჩოთქი მოვიტანე, რომ როგორღაც იმ კუთხეს მივიწვდო მოდი, მაგრამ მაინც ვერ მივწვდი ისე კარგად, იმიტომ რომ მოკლედ ძალიან მიუდგომელი კუთხე არის და მე ჩემ ხმას დაუძახე როგორღაც ჩაწვდი მეთქი და იმას იმხელა ხელები აქვს მოკლედ გაბარიტები უწყობს ხელს, რომ პირდაპირ მიწვდა და გაასუფთავა ის კუთხე. კიდევ შეეცადეთ, რომ აი ეს სითხე, რასაც მე ვიყენებ ფანჯრების გასაწმენდად, თუ თქვენს დააპირებთ რომ გამოიყენოთ, შეეცადეთ, რომ იატაკზე არ დაგესხათ და რაც მთავარია დამალწყდა, რომ ხელები ძალიან კარგად უნდა გქონდეთ შეფუთული. სხეულზე არ უნდა მოხვდეთ ეს, იმიტომ რომ წვავს. თვალებში განსაკუთრებით არ შეიძლება რომ მოხვდეთ. მაქსიმალურად უნდა იცვათ სხეული. და სასურველი არის, რომ პირბადეც გეკეთოთ, რომ არ შეისუნთქოთ, ანუ დახურულ სივრცეში არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ პირბადის გარეშე განსაკუთრებით კარგად უნდა ნიავდებოდეს და თან სასურველია პირბადეც გეკეთოთ. და კიდევ ძირს თუ დაგესხმებათ, იცოდეთ, ეხლა მე თავიდან დავიწყე, აი ხედავთ, რომ ძირს არაფერი არ მაქვს დაფენილი, ფუგა შეიძლება გააფუჭოს. და მე მოვიტანე დავაფინე კარტონები, მუყავო უფრო სწორად და
სხვათა შორის ბუგის რაღაცა ნაწილები გადმოსული იყო გვერდებში და ისინი კი კარგად მოაშორა. მაგრამ თუ გინდა რომ არ შეგვიჭამოს ბუგა და არ გააფუჭოს, ჯობია რომ დავიცვათ და თავიდანვე კარდონი ან პარკი ან რაღაც ბარიერი დავდოთ, რომ დაცული იყოს ბუგაც შიგნიდან. აი, ეს არის უკვე ის დიდი ჩოთკი, რაც ვიშოვე და მოვიტანე ქვედა კუთხეების და მიუდგომელი ადგილების გასაწმენდად და სამწუხაროდ აი ზედა კუთხეებიც კარგად ვერ გავწმინდა, სულ ფანჯრის ბოლოები, იმიტომ რომ არ ვარ ისეთი ხვართი, რომ მივწვდო, მოდი თავისუფლად აი რასაც ვიყენებ დასადგომად არის ყარი, ცოტა დაბალი სკამი და ბოლომდე მოკლედ ვერ მივწვდი. თუმცა აი ეს სითხე, სადაც მივასხი, ყველაფერი კარგად გაწმინდა და შედეგსაც გაჩვენებთ. ანუ შიგნიდანაც ეს გიპერით არის გალესილი და ძალიან იყო დანაგვიანებული, დასვრილი უბრალოდ მთლიანად ეს შავი არის ფანჯარა და მთლიანი ფანჯრის ჩარჩო იყო ძალიან დასვრილი, გადეთრებული. და ისიც ძალიან კარგად და მარტივად ჩამოაშორა. ალბათ გაინტერესებთ რატო არის ესე დასვრილი ჩვენი ფანჯრები. მე ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ როდესაც ხელოსნები მუშაობდნენ შიგნიდანაც და გარედანაც ჰქონდა შეფუთული, რომ აი ესეთ მდგომარეობაში არ ჩავარდნილიყო და სამწუხაროდ მაინც ესე მოხდა. ეხლა უკვე ხედავთ როგორი შედეგი აქვს და ჩამოშორებული არის უკვე ცემენტები. და უკვე ჩვეულებრივი ფანჯრის საწმენდი სითხე მიჭირავს აქ ხელში და ამას ვასხამ. რომ აი ჭუჭყი რაც არის ის ჩამოშორდეს. ეხლა გავქაფავ ამას და შემდეგ ჩამოვწმინდა. ანუ ჩემი მიზანი იყო ამ ეტაპზე რომ ეს ცემენტები რაც საშინლად ჩანდა და საშინლად გამოიყურებოდა ნამდვილად, ესენი მომეშორებინა ფანჯრისთვის და ვფიქრობ რომ ეს მისია ამ ეტაპზე შესრულებულია. და შემდეგ ჯერზე უკვე კაპიტალურად დავალაგებ, დავწმინდავ და უკვე ისეთ მდგომარეობაში იქნება, როგორიც მინდა რომ საბოლოო ჯამში იყოს ფანჯარა. ესე გავქაფე, ეს ხელშაც მიჭირავს საწმენდი, გამოვიწერე სხვათა შორის თემოდა. თუ იმეს გაინტერესებთ, შემიძლია ლინკით ჩაგიგდოთ და თქვენც თუ გაქვთ რაიმე კარგი მინიშნებები, რა შეიძლება გამოვიყენო ფანჯრების საწმენდად, ძალიან გთხოვთ გამიზიარეთ, თუნდაც სითხეები და თუნდაც რაიმე ხელსაწყოები, რომ გამიადვილოს როგორღაც ეს საქმე. ეს მთლად იდეალური არ არის, მაგრამ კარგ შედარებით უკეთ გამოვიყენე, ვიდრე აქ ნაყიდი ცოტა გრძელი ჯოხი მაქვს. და ის უფრო, ანუ მყარი არ არის, ძალას ვერ ვატანდი და მაგიტომ ამ პატარით მუშაობა მირჩევნია. ეს ჩამოვწმინდა და ნახეთ რა ხელა განსხვავება არის, რაც იყო იმასთან შედარებით. ძალიან დიდი განსხვავება არის. ძალიან მიხარია რომ შევძელი გაწმენდა, მაგრამ აი წინ ძალიან ბევრი ფანჯრები არის კიდევ გასაწმენდი და წინასწარ გული მისკდება. ამ პატარა საწმენდს აქვს სხვათა შორის შუაში, სადაც ხელი მიჭირავს, პატარა პულივიზატორის მსგავსი, არ ვიცი ქართულად რა ქვია, იმის აშხურებელი. შეგიძლიათ გამოიღოთ ის შიგნით ჩაასხაცასრული სითხე, გინდათ ფანჯრის საწმენდი, გინდათ წყალი. და თქვათ ფანჯარაზე ხართ ასული ან სკამზე დგახართ, წინ და უკან სიარული არ დაგჭირდეთ, გამოიღებთ, უცებ გამოაძრობთ, მიაშხურებთ და დაკապოთ, გაწმინდავთ. ძალიან პრაქტიკული არის, მაგრამ ცოტა უკეთესი მინდა რაღაც ზედა ნაწილი შემდეგ ჩამოვედი ქვემოთ, ესენიც დავწმინდე საბოლოოდ და რაც მთავარი იყო ცემენტები მოვაშორე. კარგი იქნება თუ თქვენს გამოცდილებასაც გამიზიარებთ და თუ გაინტერესებთ კონკრეტულად რა გამოვიყენე, რომელი სითხე ან სად ვიყიდე, შემიძლია ესეც გაგიზიაროთ.